Მოხტენულებთ კურიერს 9 საათზე თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტზე საკრებულო მსჯელობა დაიწყო. Ცნობილია ის სადაო მუხლები, რომლებიც უმცირესობის მხრიდან სავარაუდოდ ბრალდებებისა და მწვავე განხილვის მიზეზი გახდება. 800 მილიონით განსაზღვრულ მთავარ საფინანსო დოკუმენტში ის პროექტებიც მოხდა, რომლებიც ოპოზიციის განცხადებით უკვე განხორციელებულია. პროექტის პირველ განხილვაზე ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლის ბოლოდან კომუნალური ვაუჩერებით მაღალშემოსავლიანი ოჯახები ვეღარ ისარგებლებენ. Პლანად ხედავთ, რომ საგზაო სამუშაოები შესრულებულია. იმის დასადასტურებლად, რომ უკვე მოასფალტებული გზა მაინც სარეაბილიტაციო პროგრამის ნუსხაშია, დღეს ლილოს დასახლებაში საკრებულოს უმცირესობის წევრები მივიდნენ. ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით თბილისის მთავრობა ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კიდევ რამდენიმე რაიონში აპირებს სამუშაოების დაწყებას ისეთ ქუჩებსა და ეზოებში, სადაც რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. ამ გზების გაკეთებაზე გათვალისწინებული თანხა ბიუჯეტში ეს არის მხოლოდ თანხა, რომელიც შეიძლება ჯიბეში ჩაიგო. რამდენი ხანია რაც ეს გზა დაიგო? ლილოს დასახლებაში მცხოვრებლები ყვებიან, რომ კორპუსებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მათი განცხადების საფუძველზე მოხდა. ისინი თბილისის მერიას ავარიული კორპუსების გამაგრებას თხოვენ. მარტო იმას მივახციე, რომ მივანიჭებთ მესამე კატეგორია მიანიჭეს. დანარჩენი არა. რეაბილიტირებული გზის ხელახალ დაგებას გამორიცხავს თბილისის მერი დავით ნარმანიამ საკითხის შესწავლის პირობა დადო და ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს უპასუხა. თუ მათ პერიოდში გაკეთებულ გზაზეა საუბარი, ის აუცილებლად უხარისხო იქნება და ხელახლა იქნება გასაკეთებელი, თუმცა მე მაინც ვნახავ ცალკეულ დეტალებს, არ ამგონია რომ თუ გზა ნორმალურ მდგომარეობაშია, კიდე იგივე გზის გაკეთებაზე თანხა იყოს გათვალისწინებული. დისკუსიის მთავარი თემა გახდა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე სულხან საბაურბელიანისა და ინგოროყას ქუჩებზე არსებული შენობების გარე ფასადების მოპირკეთების საკითხი. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით სარემონტო სამუშაოებზე 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მთელი თბილისის მასშტაბით ავარიული კორპუსების გამაგრებაზე გამოყოფილია დაახლოებით 9 მილიონით ლაკრები, ვიდრე მხოლოდ ორი ქუჩის ფასადურ შელამაზებაზე. მე მგონი ფასადებზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საუბარი ცოტა უხერხულია. მნიშვნელოვანია ყველა იმ ავარიული სახლის და ასე ვთქვათ იერსახის რეკონსტრუქცია. თბილისის მთავრობამ 800 მილიონიანი ბიუჯეტი საკრებულოს უმრავლესობის ხდომაზე დღეს წარუდგინა. შეხვედრაზე საკრებულოს წევრებს დედაქალაქის მთავრობის ინიციატივის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. მერია კომუნალური ვაუჩერის გაცემის ახალ წესს შეიმუშავებს. მომავალი წლის ნოემბრიდან ვაუჩერით მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახები ისარგებლებენ. სანამ არ მოხდება ახალი წესის შემუშავება, ყველა თბილისელი მიიღებს ძველი, ასე ვთქვათ, წესით 20 ლარს თვეში. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც კრიტიკა მოყვა პოლიტპატიმრების სტატუსის მქონე პირებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათების დაწესება. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი დაუჯდება ბიუჯეტს მათთვის შეღავათების გაწევა.